ახეთ და ზურა იქით ჩავიარე თუ ახლა? აი იქით ხარის, ნახე. აი ესენი ზიან, თან და კაია. ძალიან მიხარია ზურა, უკვე რამდენი რესპონდენტი მოვიდა? მასალა. ერთი თვის მასალა არ გვაქვს, მაგრამ სამი კვირის მასალა გვაქვს. ეს რა არის რისი თქმა მინდა? ეს არის ჩვენი ახალი ვლოგი, დაბრძანდით. და რასაც მინდა იმას. აი, რასაც გინდა იმას, სიტყვი პოლიტიკის გარდა. ხო, მარტო რო ვარ. არა უშავს. დავეტევით ყველა? ყველა დავეტევით აუცილებლად. თუ გინდათ, ჩემ ადგილს დაგითმობ. გინდა? მაშინ ჩამოიწიე და ცოტა ჩამოჩდება. არა, რო ვიკეან, ხო? რო იდგე, რა ვიცი. ეთრეჩგას ახლა გავუკეთებ მიკროფონს. აბა, ორივე ისაუბრებთ, ხო, ალბათ, მაგრამ. რამაზი ბავშვები არიან, ხო, ზურა? აბა დავიწყეთ. რის თქმა გინდათ. ჯერ პირველ რიგში მითხარით შეყვარებულები ხართ, დაძმა შეყვარებული. ძალიან რო გავხართ ერთმანეთს. ხო, ბევრი გვეუბნება კი. მაშინ მოგვიყევით თქვენი სიყვარულის ისტორია. მე მგონი ძალიან კარგი. როგორ გავიცანით ერთმანეთი, ეგ იყო ძალიან კურიოზი და მგონი რომ ეგ უფრო უცნაური კურიოზი არა, უფრო უცნაური, იმიტომ რომ ჩემი ძმაკაცები, მეგობრები ყველანი თითქმის ამის ბავშვობის კლასელები და მეგობრები იყვნენ და ანუ ერთ უბანში ცხოვრობდით, მაგრამ რეალურად არ ვიცნობთ ერთმანეთს და როცა გადავიდა სხვაგან რაღაც სტორიზე ხო, კი, სტორიზე დამირეფლია და მე ნელ-ნელა დაიწყო ურთიერთობა, მე ნელ-ნელა აღმოჩნდა რომ თურმე ანუ ყველა ჩვენს გარშემო ვინც არის ერთმანეთის მეგობრები არიან, კი და ალბათ არის იმის დიდი ვარაუდი რომ ბავშვობაშიც ყავს ერთმანეთ ნანახი, უბრალოდ არ გვახსოვს. მაგრამ რაც ყველაზე მთავარია გაიცანით, შედგა თქვენი ურთიერთობა. და ალბათ სწორ დროს შედგა, იმიტომ რომ ალბათ ბავშვობაში რო გაგვეცნო, შეიძლება ჩემი ძმაკაცი ყოფილიყო. ამიტომ ვფიქრობ რომ კარგ დროს შეგვახვედრა ბედმა. ამდენი ვისაუბრეთ და სახელები არც მიკითხავს. ბარბარე. ბარბარე და დათო, ფანტასტიკური. ბარბარე და დათო, მოდით ახლა აი სხვა წყვილებსაც რომ ვუთხრათ, ხო? აი როგორ უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი, იმიტომ რომ სიყვარული ისეთი რამ არის, რომ ყველასთვის სხვადასხვანაირია, ხო, ინდივიდუალურია. აი თქვენ რისი თქმა გინდათ თქვენი სიყვარულით? რისი თქმა მინდა? სიყვარული არ არის ვალდებულება არავისთვის. უნდა თუ ადამიანი გიყვარს, უნდა გიყვარდეს უანგაროდ და უმიზეზოდ. როდესაც უანგაროდ და უმიზეზოდ გიყვარს ადამიანი, იქ პრობლემები ნაკლებად ჩნდება და ურთიერთობაში გოგო და ბიჭი, როდესაც რაღაც პრობლემა გაქვთ, არ ხართ თქვენ ერთმანეთის წინააღმდეგ, თქვენ ხართ პრობლემის წინააღმდეგ და თუ ამით იხემძღვანელებენ, ყველა პრობლემას გამოვკლავდებიან. აი ამას ურჩევდი ყველა წყვილს და ვინც ეხლა იწყებს ურთიერთობას. სიყვარული, რაცაც მე მოაქვს პოზიტივის კარგი განწყობა ყველა სამართებაში, უფრო ნათელი ფერები, რაც რთულია დღეს სამყაროში სამწუხაროდ, მაგრამ ნუ მაინც ხერხდება და როდესაც შენს ადამიანს, შენს ასე ვთქვათ, პიროვნებას და სულის ნაწილს, ასე ვთქვათ, რასაც ეძახიან ხოლმე, რომ იპოვი, მე უფრო ადვილდება რაღაცნაირად ყოველდღიურობა, ის რუტინაც და ყველაფერი და აი რატო არიან ესეთი ლამაზები? იმიტომ რომ არიან პოზიტიურები, წარმატებულები, კეთილები, კეთილგანწყობილები და მოდი. ძალიან ლამაზი ხარ. აუ, ძალიან დიდი მადლობა. ზურა, მოდი ერთი ჩემ ბავშვებთან ერთი სურათი ვიყურო აქეთ იქით, ვეღარ გავიგე, აბა. ბავშვებო, ძალიან დიდი მადლობა.